ერთ საკითხზე ვისაუბრებ დღეს, რომელიც ხშირად ხდება. ყოველ დღე მირეკავენ და მეკითხებიან ხან ერთი, ხან რამდენიმე ადამიანი. ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც სუბლიმატორებს ყიდულობენ. მე ვარ წარმოებელი სუბლიმატორების, ვინც ასადავდნენ ჩემს ვიდეოებს იცით ალბათ. ყიდულობენ და მე კითხულობენ, როდის გავუკეთო ეს სუბლიმაცია და რამდენჯერ გავუკეთო. ამ საკითხზე მინდა ვისაუბრო. ყველას ცალ-ცალკე არ ვპასუხო. მე გეტყვით მე როგორ ვაკეთებ. ვისთვისაც მისაღები იქნება, შეგიძლიათ ესე გააკეთოთ. დავიწყებ იქიდან, რომ საერთოდ მკურნალობა რო ჩავატაროთ, სუბლიმაცია იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა მკურნალობა. უნდა ვიცოდეთ რა ხდება სკაში. ვარულად, კიპა ყავს თუ არა ყავს და რამდენი ყავს. თუ არა ყავს, არ ჭირდება ხო მკურნალობა თავისთავად, მაგრამ თუ ყავს, მაშინ არის რამდენიმე ვარიანტი. გააჩნია რა პერიოდზეა საუბარი. გაზაფხულია, ზაფხულია, შემოდგომა და იმის მიხედვით უნდა მოხდეს გადაწყვეტილების მიღება. რამდენი ყავს, იმიტომ რომ სხვადასხვა დროს სხვადასხვა რაოდენობა არის დასაშვები. ახლა ტიპა ყოველთვის არის სკაში. მეტნაკლებად. დავიწყებ ზამთრიდან. ზამთარში როგორ ვაკეთებ? ჩვენთან არის ხოლმე ძირითადად უბარტყობა, მაგრამ წელს შევამჩნიე, რომ რამდენიმე სკაში ბარტყი ყავდათ მაინც. ეს იყო დეკემბრის 15-ებში ალბათ. და იმ რამდენიმე სკაში ეს ბარტყი გადავთვალე. და სადაც ახალი კვერცხიც იყო ჩადებული. მასეთიც ვნახე, რომ კვერცხი იყო ჩადებული, ის დედები იზოლატორებში ჩავსვე. რომ მქონდა უბარტყო პერიოდი. და ამ უბარტყო პერიოდში სამჯერ გავუკეთე სუბლიმაცია. აი ამ საკითხს კარგად აშუქებს, ეს არის ამერიკელი მეფუტკრე ბობ ბინი. ეგ ვიდეოს მიდევს ამ ჯგუფში ფუტკარი და ადამიანები, მგონი ქართულად არის გადათარგმნილი, ახლა აღარ მახსოვს ზუსტად. ასეთ რამეს ამბობს, რომ თუ ჩავთვლითო, რომ 90%-ს ხოცავს სუბლიმაცია, 90-ს ნამდვილად ხოცავს უბარტყობაში. უფრო მეტიც უწერია, 95 უწერია ზოგს 96, მაგრამ 90-ს ნამდვილად ხოცავს. ერთი სუბლიმაციით ხოცავთ 90%-ს არსებული ტიპის, დარჩება 10%. მეორე სუბლიმაციით ხოცავთ ამ დარჩენილი 10%-ის, კიდე 90%-ს. ესე იგი, ეგ გამოდის 9%-ს კიდევ ხოცავთ მთლიანი რაოდენობის და 1% რჩება. და მესამე სუბლიმაციით ამ დარჩენილი 1%-დან კიდე 90%-ს ხოცავთ. გამოდის 0,1% რჩება. აი ამ დონეზე ამცირებს ეს სუბლიმაცია ტიპას. და მე 2017 წლიდან ვიყენებ. 2 წელი ზამთარში იმას ვაკეთებდი ბიპინით კონტროლს, ასე ვთქვათ და დავწუნდი, რომ აღარ მქონდა აზრი და შემდეგ წლებში ეგეც არ გამიკეთებია. სამი სუბლიმაციის შედეგად 0,1%-მდე მცირდება ტკიპა, როგორც ეს ადამიანი ამბობს და მე პრაქტიკულად ეგ გამოვცადე და ახლა მე არ დამითვლია იქ რამდენი პროცენტია, მაგრამ ჩამოყრაზე ხო ხდები დეკემბერში, რომ მესამედ გავუკეთებ სუბლიმაციასა რა. იქ საკონტროლო სკემი მაქვს და ზოგან ერთი ტკიპო ვარდება, აქ-იქ ზოგან არც ერთი აღარ ვარდება. ესე იგი, შემცირებულია მინიმუმზე. აქედან იწყება ათვლა. ჩავთვალოთ, რომ 0,1% გვაქვს. შემდეგ როგორ ვიქცევი? ახლა არის აპრილის დასაწყისია 2003 დღეს. 2 მგონი. და ჯერ არ დამიტესტია ეს ფუტკარი. ახლა უნდა დავტესტო, ერთ კვირაში დაახლოებით ალბათ.
და იმის მიხედვით ყავს თუ არა ყავს ტკიპა, მე იმის მიხედვით მიიღო გადაწყვეტილება. შარშა მაგალითად არ ყავდა და არ დაჭირდა ეს სუბლიმაცია. არც აპრილში და არც მაისში და თაფლის ამოღების შემდეგღა აგვისტოში. აგვისტოში გავუკეთე ეს სუბლიმაცია. იქამდე არ დასჭირებია. ეხლა დავუშვათ დავტესტე. აი ერთ კვირაში. დატესტვის რამდენიმე მეთოდი არსებობს. რაც მე ვიცი, იმას გეტყვით ახლა. შეიძლება კიდეა და მე არ ვიცი. პირველი რომელსაც ხშირად ახსენებენ, ეს არის ჩაყრიან ერთ ჭიქა ფუტკარს, 200-300 ფუტკარი ეტევა დაახლოებით, საშუალო ჭიქაში არის 200 გრამიაში თუ რამდენიაში და ამას სპირტს ასხავენ, ას არეცხის საშუალებას რაღაცას ხოცავენ რა მოკლედ და მე ითვლიან ჩამოყრილ ტკიპებს. და ფუტკარსაც ითვლიან დაახლოებით 300-დან რამდენი ტკიპა ჩამოვარდება, იმის მიხედვით საზღვრავენ პროცენტს. ანუ 200-დან რამდენი ჩამოვარდება. რამდენიმე სკაზე აკეთებენ მეტი სიზუსტისთვის. ეგ არის ერთი მეთოდი. მე ეს მეთოდი არ მიყვარს, ვინაიდან ეს დახოცვასთან არის დაკავშირებული და არ ვიყენებ და არც გამომეყენებია საერთოდ. არის მეორე მეთოდი პუდრით, შაქრის პუდრას დააყრიან, იგივე რაოდენობის ფუტკარს დაახლოებით, ჩაყრიან ამაში, პუდრას დააყრიან და აჭანჭყარებენ და ეს პუდრა ეჭედება იმ საცეცებში, პრისოვსკი ქვია რუსულად, რითაც ეჭიდება ეს ფუტკარს, ეს ტკიპა და ცვივა დაბლა. ეს შედარებით ნაკლებად ზუსტი მეთოდია. ამიტომ არის რეკომენდაცია, რომ ამ შედეგით რომ დავტესტავთ, გავამრავლოთ 2-ზე. თუ ჩამოვარდა დავუშვათ 300-დან 2 ტკიპა, 4 უნდა ვიანგარიშოთ, ასე ვთქვათ. ვინაიდან არ არის ზუსტი მეთოდი და ისე განსაზღვროთ ეს პროცენტულობა. პროცენტული რაოდენობა ტკიპის. არის კიდევ ბარტყვის გადახსნა. უმეტესად ჯობია სამამლეს თუ გადავხსნით. რამდენი ამოვა მე დავთვლით და პროცენტს დავითვლით. აი 3. მე რასაც ვაკეთებ ახლა, მე მაქვს სკები, რომელსაც ბადეები აქვს ძირზე, თლიანზე ბადე აქვს და ბადის ქვეშ არის პლასტიკატი. გამოსაწევი. ამ პლასტიკატზე წავუსვამ ზეთ, საჭმელზე თხლად, აი ახლა როცა დავაპირებ დატესტვას, რამდენიმე სკაზე, მისაბმელზე დგა 48-50 სკა, იქიდან 10%, 15%, 5-7 სკა დაახლოებით, გავწვენდა ამას და გავუკეთებ სუბლიმაცია, შეუბოლებ და მე ამ ზეთზე კარგად ფიქსირდება, ნებისმიერი საჭმელი ზეთი შეიძლება გამოიყენოთ, ამ ზეთზე კარგად ფიქსირდება ეს ტკიპა და მე დავთვლი. ნახავ რა, რამდენი ჩამოიყრება. ფუტკარი ვიცი რამდენი მყავს სკაში და დაახლოებით დატკიპოვნებას გებულობ, დატკიპიანება როგორი არის, როგორი თვლება ფუტკარი დავდე წინა ვიდეოში. ხო და, იმის მიხედვით გებულობ გადაწყვეტილებას. აქ ერთი ნიუანსი ახლა, რომ ეს სუბლიმაცია მუშაობს ხანგრძლივად. ერთი კვირაც მუშაობს, როგორც ეს მოლდაველია ერთი პოტსაკარა, რომელიც ინტენსიურად იყენებს ამ მეთოდს და როგორც ის ამბობს, მესამე დღეს აღწევს პიკს მისი მუშაობა სუბლიმაციის და ამიტომ 4 დღეს ვარაუდობთ, რომ 4 დღე კარგად მუშაობს. და მესამე ან მეოთხე დღეს ხდება დათვლა, ამ ჩამოყრილი ტკიპების რაოდენობის დათვლა. ისე რომ მაშინვე არა, ზოგი მაშინვე დათვლის ხოლმე და არ არის ცოტა, ესეთი შემთხვევებიც ყოფილა. მჟავა უნდა ვარგოდეს, კარგად უნდა მუშაობდეს, არის შემთხვევები, რომ მჟავა არ მუშაობს და არ ვარგა. და გავუკეთებ ახლა სუბლიმაციას, რამდენიმე სკას, 5-6-7 სკას და დავთვლი 3 დღის მერე, 4 დღის მერე რამდენი ტკიპა ჩამოვარდა. და იმის მიხედვით მეცოდინება დაახლოებით სურათი, გავუკეთო ახლა სუბლიმაცია, თუ არ გავუკეთო, ჭირდება თუ არ ჭირდება.
და ესე კითხვაზე როდის გავუკეთო რომ მეკითხებიან მაგას იმაზე არ არის წელიწადის დროზე არ არის დამოკიდებული. ეგ დამოკიდებულია ტიპის რაოდენობაზე. ყავს თუ არა ყავს. უნდა იცოდეთ მოკლედ, ყავს თუ არა ყავს რა. თუ 0,1 ყავდა დაუშვათ, თუ 1%-ს აცდება 1%-ს, ეგ ნიშნავს რომ 10 ჯერ გამრავლდა უკვე, ხო? 0,1 1000 იმაზე 1 ტკიპაა 1000 ფუტკარზე და 1% 100-ია უკვე 1, ხო? თუ ყავთ 8 ჩარჩო ფუტკარი, 8 ჩარჩო ფუტკარი არის 20,000 ტკიპა. ის ტკიპა კი არა, ფუტკარი დაახლოებით. და თუ ყავს 1%, ესე იგი 20 ტკიპა გამოდის, ხო? აი ესა 200 გამოდის. 200, ხო. 200 ტკიპა გამოდის კაში. ეს უცებ მრავლდება მე. ეს რო გადაცდება, უკვე მომზადება უნდა იმისთვის, რომ ზოგი ცოტა მეტზამნეც ამბობს, მაგრამ ერთს რო გადაცდება უკვე ყურადღებით უნდა ყოფნა რა. თუ კიდე მოიმატა, მოიმატებს თავისთავად უკვე მკურნალობა უნდა. ერთ ქალბატონმა იყიდა ამ დღეებში სუბლიმატორი და ისო, ვაკონტროლებო რა, არაფერი არ აზის ზედო. თუ ზედზის და იქამდე მივიდა საქმე, მაშინ უკვე დაინახეთ რომ ზედაზის ფუტკარს უკვე მძიმე სურათია. მაშინ უკვე მაგარი მკურნალობა უნდა რომ გადარჩეს ეს სკები. და მოკლედ, როცა ნახავთ რომ მოიმატა რომელიმე ტესტით რომ დატესტავთ, მაშინ უნდა მკურნალობა. 4 დღე ჩავთვალოთ რომ კარგად მუშაობს. ბარტყის დროს 4ჯერ უკეთებთ ყოველმე 4 დღეს, 16 დღე გამოდის. რომ მოვიჩვათ მთლიანი პერიოდი, სანამ გადაბეჭდიდან ბარტყი გამოვა. სამამლე გამოდის, მონი 14 დღეში. და ეს ფორმატში ის სამუში და ეს პერიოდი რომ მოვიჩვათ, რომ მუდმივად ჟავის მოქმედების ქვეშ იყოს. მასე არ დახოცავს იქ ისე 0,1% რომ დარჩა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვნად ამცირებს ისე რომ შემდგომში მე ეს ფუტკარი გააგრძელებს თავის მუშაობას და იმდენად არ შეუშლის ტკიპის მომრავლება ხელს. ამ სუბლიმაციას ის აქვს დადებითი, რომ ბევრი რამე აქვს დადებითი, სიაფე, სისტრაფე და ისა ნაკლები შრომა არ უჭირდება, მაგრამ ეკოლოგიური როა შედარებით ეგეც და ის აქვს კიდე რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გამოყენება. შეიძლება მაშინაც კი, როდესაც ადგას ზედ თაფლიანი ჩარჩოები. მაგაზეც მინდებს ვიდეო გადათარგმნილია ქართულად, ამერიკელს ბობინს ეკითხებიან, როდის შეიძლება სუბლიმაცია. კაცი პასუხობს, რომ სუბლიმაცია შეიძლება ფაქტიურად წლის ნებისმიერ დროს, ბარტყის დროს აქვს შედარებით ნაკლები შედეგი. ბარტყი როცა არის სკაში, თავისთავად ესეა ყველა პრეპარატი, შედარებით ნაკლები აქვს, მაგრამ აქვს. და მაშინაც კი შეიძლება, როდესაც ადგას თაფლიანი ჩარჩოები, დაადგინეს ამერიკელმა მეცნიერებმა, რომ ეს რაოდენობითაც ჩვენ სუბლიმაციას ვაკეთებთ 2 და 3 გრამი, არ რჩება, არ თაფლში რჩება, არ ცვილში რჩება. ამიტომ შეგიძლიათ გააკეთოთ, როცა მომრავლდება ტკიპა, დატესტავთ, რომ მოიმატებს, მაშინ გაზომვა ჭირდება რა, ანალიზი ჭირდება ყველაფერს, ნებისმიერ რამეზე. ადამიანი რომ მიდის ექიმთან, ანალიზს უღებენ, ხო? თუ აწეული აქვს ესა თუ ის რაღაცა, უნიშნავენ ამ წამას და მერე კიდე უკეთებენ ანალიზს, თუ გასწორდა ეს პროტრომბინია, თუ წნევაა, თუ სიცხეა, გაუსინჯავენ და თუ გასწორდა აღარ უნდა, ხო? თუ არა აქვს კიდე უნალობა არ ჭირდება. ესე აქაც უნდა ნახოთ რა. სხვა ვარიანტი არ არის. ხო არაფერი დაშავდებაო, რომ მაინც უმკურნალო, შეუბოლო მეუბნებიან. ეხლა დაშავებით რა დაშავდება, მაგრამ ნებისმიერი წამალი ფუტკარზეც უარყოფითად მოქმედებს და რა საჭიროა ზედმეტი გადატვირთვა ამ ფუტკრისა. სასიამოვნო არც ფუტკრისთვის არ არის ეს უნალობა. მეთუმეტეს ზედმეტი შრომა ჭირდება ადამიანს.
აი ეს მინდოდა მე თქვა ეს გაითვალისწინეთ და ასე ხდება მკურნალობა. დავხედავ ახლა, დავტესტავ, თუ ჩავთვალე საჭიროდ ის რაოდენობა ჩამოყარა, ვიფიქრე რომ საეჭვოა, კი ბატონო გავაკეთებ იმას და 4-ჯერ ყოველ მე-4 დღეს შევამცირებ და თუ არა და არა. მერე იქით დავტესტავ კიდევ ორ კვირაში. და რაც შეეხება იმას ღალიანობასთან კავშირს, ეს ამბობს ეს პეტრ საქარა მოლდაველი, რომ დიდ ღალიანობას რომ მოარიდოთო, რა თქმა უნდა, ახლა დიდი ღალიანობა როცა არის, რაღა მაინც და მაინც მაშინ უნდა გააკეთოთ. მცირე ღალიანობის დროს ჩვეულებრივ შეიძლება მკურნალობა. აკაციის დროს და ცალკევის დროს და წაბლის დროს ნუ გააკეთებ და დანარჩენი აი აცხადებს ხალხი რომ მეცნიერების მიერ არის დადგენილი რომ შეიძლება რა არაფერი ზიანი არ მოაქვს. არც თაფლისთვის და არც შვილისთვის, არც ფიჭისთვის. აი ეს მე ასე ვაკეთებ და რა ვიცი, რაც ვიცოდი გითხარით ყველაფერი. თუ ინვე სუბლიმატორი დაგჭირდებათ, დამიკვეთეთ და დაგემზადებთ. უმაღლეს მაღალ დონეზე. მადლობა წარმატებისთვის, ყურადღებისთვის, ყველას წარმატებას და კარგ სეზონს გისურვებთ.